მადლობა მინდა უთხრა პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას ამას წინათ გამოუშვა ჩემი ერთ-ერთი ბოლო ფილმის მხატვრის მუზებიდან საფოსტო 25 ბარათი აქ ქალბატონი ნანი ესა კახი კავსაძე ჩვენ ლეგენდებს ჩვენი ორი თანამედროვე კლასიკოსი ედმუნდ კალანდაძე და ზურაბ ნიჟარაძე ხატავენ და DVD დისკზე გამოუშვა და მე საჩუქრად მოგიტანეთ. ეს ძალიან ცოტაა და აქედან გამომდინარე გავუფრთხილდით ეს დრო რო გავა ეს იქნება ეს დისკები მაგ ფილმი იგივე. ხო და აქ არის თუ შეიძლება ბესო ერთი წამით იმას. აქ ლილიტის პორტრეტი არის ანიტა რაჭოლიშვილი თამაშობს გენიალურად სხვა შორის ანიტა რაჭოლიშვილი რო გადავიღე მაშინ იყო კარმენი მაგრამ იმდენად მომეწონა ეს მისი სახე იმდენად დემონური იყო და იმდენად ფრესკა იყო და ისეთი ლილიტი მე შევახსენებ მაყურებელს მე-19 სატანის რო ფილმ ჩანახაც ქვია ლილიტის პორტრეტი ანუ ბატონი ზურაბ ნიჟარაძე ხატავს ანიტა რაჭოლიშვილი მაგრამ იმდენად მართლა ლილიტია რო აი ძალიან მისტიური თვალებში ეთყობა თვალები ძალიან საოცარი გამოხდება კი არ თამაშობდა აი ცხოვრობდა თან მე უთხარი კარმენი იყავი ძალიან საშიში მეთქი ძალიან დაუნდობელი აი ესეთი შოთა ამ როლის მერე როგორ წარიმართა მის ცხოვრება ხო და ეხლა რა მინდა გითხრათ ისა ძალიან კარგად ხო მაგრამ ცოტა ნაწნელი იმიტომ რომ კარმენზე დავუთქვით და ვაფშე სხვა მუსიკა დავადე კარმენი უნდა დამედო მისი შესრულებით და ამოვიღე 30-იანი წლებიც გიტლერს უყვარდა ის პატარა რომანსი და ის დავადე გერმანული აღარ მახსოვს რა ქვია შედევრი მუსიკა ხო და რაც შეეხება ეხა ერთ პატარა ეზოთერიკულ თემას მანამდე მადლობა მინდა ნანა მეგრელიძეს უთხრა გუშინ რაღაც პატარა საჩუქარი გამიკეთა არის მადლობა ნანა ერთ ბოდიში